მე არა მაქვს ცხადია სია იმ ადამიანებისა, ვისაც ბიზინა ივანიშვილი დაიჭერს, სამომავლოდ ვისაც დაიჭერს. ესენი არიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგითი და არარიგითი კრიტიკოსები, აქტივისტები, ჟურნალისტებიც კი. ჟურნალისტებიც კი მეთქი ამას ვამბობ, ასე ამ ფორმით ვამბობ, იმიტომ რომ ცოტა რთულია ჩემი პროფესიის ადამიანების დაჭერა, იმიტომ რომ ის კიდე რაღაც სხვა ლეველია, თუმცა ბიზნეს შუბლზე ზარღვი არ აქვს და ყველას მოჰკიდებს ხელს და ვისაც ვერ მოჰკიდებს, მათ დაშინებას კი ეცდება. დაშინებას როგორი ფორმით მე გეტყვით, ქუჩაში დახვდებიან ადამიანებს, არ ხვდებიან თუ რა. ფიზიკურ შეურაცხყოფას არა მხოლოდ სიტყვიერ არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მიაყენებენ, დააბულინგებენ, მიჩაგრავენ, ვისთანაც გაუვათ, ვისთანაც ვერ გაუვათ და ამასობაში შეფუთავენ ისე მედიის საშუალებ მათ მედიის საშუალებებში ისე თითქოს ვინმე იქით ძალადობდა მოძალადეებზე და ეს იყო მოძალადეების პასუხი. ბიზინა მე არა მაქვს სიაკლავ ვიმეორებ, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ვარაუდით ახლა ესე რომ დავიწყო, პირდაპირ დავიწყო აკრეფა და ყველა ერთ ქვაბში ჩავყარო, ერთი 300 კაცი მაინც გამოვა. 300 მოქალაქე, ვის დაჭერასაც ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად მისი გადაწყვეტილებაა. ყველა ის დაპატიმრება, რომელიც აქამდე გვინახავს, ბიზინა ივანიშვილი ვის დაჭერასაც დაპატიმრებასაც დროებით იზოლირებასაც აპირებს. 7 თვით გაუშვა ხაზარაძე და 8 თვით ჯაფარიძე თუ პირიქით? ხო, ავიცი 7 თვით და 8 თვით გაუშვებს ნებისმიერ პოლიტიკოს. ოღონდ მე არ დავასახერებ, იმიტომ რომ ემან ვინმე არ გამომრჩეს. ყველაზე უფრო რბილი და ლბილი პოლიტიკოსიც კი მაღალი ალბათობით მოხდება საპატიმროში რა გინდა რა მიზეზით. არა მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ერთს დავასახერებ თქვენის ნებართვით უბრალოდ აღვნიშნავ. მას ბიზნეს ეზიზღება ადამიანები, ვინც მასთან იყვნენ და მასთან აღარ არიან. რომ გააგდო ან იზოლებული გახადა რომ წასულიყვნენ, ამას აღარ აქცევს ყურადღებას. აი რა შუაშია ახლა დათო უსუფაშვილი, თინაზე არ ვიტყვი შეგდებოდათ, მაგრამ დათო უსუფაშვილიც კი ეჯავრება როგორც მოღალატე, ანუ არა მარტო გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო ოდესღაც, რომელმაც ბიზინა სეული გაგებით ის დააღალატა, ანუ ბიზინა დააღალატა და საერთოდ ირაკლი კობახიძე ამას გვტენის, რომ deep state-ის წარმომადგენელია ვიზიტელი თურმე გიორგი გახარია და იძულებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ deep state-ისთვის 2019-20 წლებში დანიშნეს რა ის მაღალ თანამდებობაზე, ანუ პრემიერ-მინისტრად. ხო, მაგრამ გახარიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, ის ცხადია რომ საპატიმროში მოხდება, არა მხოლოდ გახარია, არამედ ცხრებიც მოხდებიან საპატიმროში. დათო უსუფაშვილიც. ვახტანგ ხმალაძის რას ვერ შეეხლა. ასაკში შესულ პატივისცემას უდასტურებ, მაგრამ თუ დაშირდა ვახტანგ ხმალაძეც, პაატა ზაქარიშვილი, ლევან ბერძენიშვილიც, დათო ბერძენიშვილიც. ყველა ვინც არასამთავრობო ორგანიზაციაში, ყველა შეიძლება ვუტრირებ ახლა, მაგრამ ბევრი ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებშია, აკადემიურ სექტორშია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აკადემიურ სფეროშია, ანუ უნივერსიტეტებშია გაფანტული, ასე მაგალითად ილიას უნივერსიტეტში ვიც არის. მათაც მიადგება. არასამთავრობო ორგანიზაციებს ძლიერებს, მით უმეტეს რონდელის ფონდის წარმომადგენლებს მიადგება. საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლებს მიადგება, საიას წარმომადგენლებს მიადგება, არ ვიცი, ცხოველთა უფლებებზე, რაც კი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, ოღონდ რომელიმე მათ ლიდერს 1-2 სიტყვა უთქვამს არა სპეციფიკის, არა იმ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობს. ცხოველთა უფლებებზე არამედ რაღაც პოლიტიკური ფართო გაგებით პოლიტიკური მესიჯი თუ გაუხმიანებია, მათაც მიადგება, ჟურნალისტებსაც მიადგება და ასე მოკლედ ყველას. მაგრამ რამდენს განა. საერთოდ ბიზნესს აქვს არასწორი სოფხედვა, თვალსაწიერი და ასე შემდეგ, მაგრამ არასწორი აღქმებიც კიდე რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მას გონია, რომ პირობითად 300, 400, 500, 600 კაცს თუ დაიჭერს, 600 მე ერთი არ გამოჩნდება, არა და გამოჩნდება. ოღონდ მათი გვარსახელები, ვინც გამოჩნდებიან მომავალში სამომავლოდ, ხო? უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, მარტო ახალგაზრდებს კი არ გულისხმობ, აი 20-21 წლის, 22 წლის გოგო ბიჭებს, არამედ ჩემი ასაკის მოქალაქეებსაც, რომლებიც ახლა სულაც არ არიან სპიკერები. სულაც არ უჭირავთ მათ დროშა, ალამი. მაგრამ რომელიღაც ეტაპზე მათ ხელში ამოუვათ და თუნდაც იფიქრებენ იმას, თუნდაც რომ წაეფიქროთ იმის თაობაზე, რომ მათაც დაიჭერენ ამ ყველაფრის მიუხედავად ალამს დაიჭერენ ხელში და ისინიც უფრო ხმამაღლა გაბოვლენ, ვიდრე გამოდის
დღეს აქტიურ მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთია, ქართველთა ბუნება, მეთქი ხა ესეთი ცოტა სადღეგრძელოურად გამომდის, მაგრამ ასეთია, დიახ, ასეთია დიალექტიკა ამ ქვეყანაში, ამ ცოტა გიჟების ქვეყანაში ბიზნეს ვერ გაუგია, რატომ ვასკდებით ჩვენ კედელს, იმიტომ რომ მერამ კოსტავას აქვს ნათქვამი, ხუდონ ხეს თუ ააშენებთ, რომ ჩვენი მივალთ და ჩვენი მუშტებით დავანგრევთ ამ ხუდონ ხესო, რისი დამგრევი იყო მუშტებით, მე გინდა მერამ კოსტავა და გინდა ყველა ერთად ვინც ვაპროტესტებდით იმხანად ხუდონ ხესის მშენებლობას. სწორ შევოდით, არ შევოდით, არ ვიცი მე ახლანდელი გადმოსახედიდანაც მგონია რომ სწორ შევოდით, მაგრამ ხო არიან მოქალაქეები, რომლების სპეციალისტები, რომლებიც ფიქრობენ რომ ენერგოდამოუკიდებლობისთვის ხუდონ ხესის აშენება იყო აუცილებელი და ოკეი, დავეთანხმოთ, მაგრამ კოსტავამ ეს თქვა, ჩემი ყურით ამაკ მოსმენელი და კოსტავამ ეს თქვა, მაშინ როდესაც ბიზინა ივანიშვილი საჩხერიდან ახალი წამოსული იყო და მოსკოვში ახალი ჩასული იყო, ან შეიძლება სულაც არ. ანუ ბიზნეს ეს არ აინტერესებდა ხუდონ ხესი, რა ხუდონ ხესი. ტიპი იმაზე იყო გადართული, პირველი 2 მილიონი როგორ ეშოვა, საიდანაც 1.800.000 უკან დააბრუნებდა, რომ მე 4 მილიონი ეშოვა და მე 4 მილიონიდან 3.600.000 და კომპიუტერებს ხიდდა და ამბებში იყო იქ ბანკი, აფთიაქი, ბანკი, ლებედი, შმებედი და ასე შემდეგ ეს ოდნავ მოგვიანები პერიოდია, მაგრამ მაინც მოკლედ თავის სამყაროში იყო. ბიზნეს ვერ გაუგია რომ ურტყავრა კედელს ის კედელი გაიბზარება ფიგურალურად ვლაპარაკობ ცხადია თორე რათლარისი დამგრევი ვიყავით ვინმეს რომ მოენდომებინა 80-იანი წლების მიწურულს ხუდონ ხესის აშენება ასეთია ქართველი ბელარუსელისაგან განსხვავებით რომელსაც უთხრა ლუკაშენკო რომ შეხვალ ხა სამზარეულოში თუმცა არავის არ ვაკნინებს ცხადია და იქნები კანონ მორჩილი შენ ქართველს ამას ვერ გეუბნებიან გადიხარ მიუხედავად იმისა რომ შეიფაკლა რაოდენობა რუსთაველის გამზირზე და მართლაც ასეა პოტენციალი იმისა რომ მართლა 300.000 კაცი გამოვიდეს საზოგადოებისა რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ და არც დაიშალოს ამის პოტენციალი საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს და მართლა ობიექტური არჩევნები რომ ჩაატაროს ვინმე რომ გაიღვიძოს ივანიშვილმა და თქვას რომ ჩავატარებო ხო ობიექტური არჩევნებში ბიზინა ივანიშვილი არა თუ დამარცხდება არამედ დანარცხებით დამარცხდება მე კი ამის თქმას ვცდილობ ბიზინას ვერ შეცვლის ვერც გარშემო არსებული ვითარება ანუ ის ვერ ხდება რა მოხდა ირანში მართლა ვერ ხდება უფრო ზუსტი რომ ვიყო რუსები კლავაც აიმედებენ რომ იქ არც არაფერი არ მოხდა ისეთი რაც აქაურ რეჟიმს წყალს შეუყენებს და იმასაც ეუბნებიან რომ უკრაინაშიც არ ხდება ისეთი რამ რაც ბიზნეს პოლიტიკა უნდა შეაცვლებინოს რომც მოინდომოს ბიზნესი ისეა გამოჭერილი მეთქი ასე ვიტყვი როგორც ღმერთმა უწყის რითი და როგორ და როდის და რატომ რომ ბიზნესს საკუთარ პოლიტიკას არ შეცვლის ახლა ისმის კითხვა მე ამ კითხვის ადრესატებსაც გამოვყოფ ესე ჯგუფურად გამოვყოფ რასაკვირველია ხელს ვიქნებთ თუ არა ამ ქვეყანაზე იმის გამო რომ აგე კიდევ ერთხელ დავმწუხრდით რომ აგე კაცი რომელსაც უნდა დარჩენებში მონაწილეობის მიღება და მის პარტიებს შეიძლება ახლაც მიიღოს მონაწილეობა რამდენადაც ხვდები მიუხედავად იმისა რომ მათი ამ პარტიის ლიდერები დაჭერილები იქნებიან მე კითხვა მაქვს ჩვენ დაშვებით ბიზინა ივანიშვილი და ჩვენს უნდა ჩავიქნიოთ ხელი ბიზინა ივანიშვილი არ ასრულებს რეპრესიულ იცით რომ პოლიტიკას და ჩვენს უნდა ჩავიქნიოთ ხელი იცით რომ ბიზინა ივანიშვილი დამოუკიდებლად იმისა ჩვენ რას ვიზამთ სულ რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა ხელი ჩამოვართვათ ხელი გავუწოდოთ ბიზინა ისია ბოღბით სამსე ჩვენზე ყველაზე რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაიხევს უკან ხო და რა შვებით მეთქი ეს სამკვდრო ბრძოლაა მეთქი თუ გდებავთ ასე ვიტყვი დიახ სამკვდრო ბრძოლაა ვინ ვის ამაზეა საუბარი და არა შესაძლო შერიგებაზე ბიზინა ივანიშვილთან იმ შემთხვევაშიც კი თუ ის მოჩვენებითად დაიხევს უკან და იღიტყვის რომ აჰა თქვენ არჩევნები აჰა თქვენ პაღაც პოლიტპატიმრების განთავისუფლება პოლიტპატიმრების ნაწილის განთავისუფლება დაიჭერს ერთს მეორეს გამოუშვებს მესამეს აუცილებლად დაიჭერს ანუ მნიშვნელობა არა აქვს ეს მიგრაციული პროცესები საპატიმროში როგორ იქნება თუ ვინმეს გონია რომ ეხლა ერთი რომ გამოუშვას არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ვინმე რა მნიშვნელობა აქვს დავასახელებ ეს იქნება ჩვენი გამარჯვება არა ბატონებო ერთს გამოუშვებს ხუთს შეიყვანს ხუთს გამოუშვებს 12-ს დაიჭერს მე და ყველას დაიჭერს მეთქი ამის თქმა მინდა ამასობაში ერთი ადამიანი გამახსენდა მე გელამთიულიშვილმა ჩემმა კოლეგამ და მზია ამაღლობელის ძალიან ახლო მეგობრმა და სხვებთან ერთად მზია ამაღლობელის მცველმა აი საზოგადოებრივ მომცველმა რომელიც პროცესს არტოვებს სხვებთან ერთად ზვიად კორიძე
იკა ზაკაშვილი და ასე შემდეგ სხვები ხო რამდენიმე ადამიანი დადის და აი ჩადიან ხოლმე ამის ყოველ შაბათ კვირას ბათუმში ესწრებიან და ელამ მოკლედ გავრცელა ამგვარი ინფორმაცია აღარ ჩავიკითხა დროზებიათ მახსოვს რომ ვიდრე საპატიმროში მოხდებოდა სწორედაც რომ ზია ამაღლობელი მას მხედველობის პრობლემა ჰქონდა განა არა მაგრამ ის მხედველობის პრობლემა რომელიც მას ჰქონდა შეიძლებოდა რომ გამოსწორებულიყო ახლა ზიას სალთვალში მნიშვნელობა არ აქვს რომელ თვალზე ვიტყვით ერთ თვალში 10%-იანი მხედველობა გადარჩა ხოლო მეორეში 0.0 რაღაცა და არასთავარია გამოსწორება შეუძლებელია აქ ამ თვალიდან პირობითად პრაქტიკულად ვერ ხედავს, ხოლო ამ თვალიდან ხედავს სულ რაღაც 10%-ს. ანუ ამ საპატიმროში სინდისის პატიმარი ზია ამაღლობელი, რომელიც იმიტომ მოხდა რომ ვინმე დგებუაძე არის მილიციელი და ბიზინა ივანიშვილის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი, ანუ სხვების გავლით ცხადია, შუარგოლების გავლით, ხო? ზია ამაღლობელი პირდაპირ მნიშვნელობით ვილაპარაკოთ აწამეს იმიტომ კი არა რომ მაინც და მაინც ხელში უჭერდნენ ხო ჯერ ერთი აფურთხებდნენ და შეურაცხყოფებს აყენებდნენ და ეს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული უზარმაზარი კი არა უსაშინლესი აქტია და ადამიანის უფლებათა შელახვა რა საკვირველია პატიმრის ამ შემთხვევაში მაგრამ ხელში ესე პირდაპირ გებუაძე თუ გამოდგებუაზებული ვინმე მილიციელი მას არ სწდომია რამდენადაც ვიცით ხო ყოველ შემთხვევაში აქამდე ესე ვიცით თუმცა ღმერთმა უწყის რაც გავიგებ ზიარო დატოვების საპატიმროს და აუცილებლად იქნება გასამგზავრებელი უცხოეთში რომ იქნება და რამე უშველონ ხო უცხოეთში დიახ უცხოეთში ბიზნე ივანიშვილო კეტავს იმ უცხოეთში კარგი მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ადამიანის ანუ ეს იყო წამება რაც ეწოლასაც ანხორციელებდნენ თუ ფსიქოლოგიურს და თუ მაღალი ალბათობით ფიზიკურსაც ზია ამაღლობელზე ის რა რომ ის სულ არაფერი არ ეთქვათ ის უკანონო პატიმრობაშია და სამართლე ეუბნება იმას, რასაც ეუბნება ან პროკურორი ეუბნება იმას, რასაც ეუბნება ან მოწმე ეუბნება იმას, რასაც ეუბნება ან ბრალმდებელი ეუბნება, რასაც ეუბნება და ასე შემდეგ უკლებლი ყველაფერი ან სამთავრობო მედია ლაპარაკობს მასზე, რასაც ლაპარაკობს, ეს არის ადამიანის წამება. აი ამიტომ დაკარგა მზია ამაღლობელმა თვალის ჩინი, ერთ თვალში პრაქტიკულად სრულად და მეორე თვალში კი 90%-ით ეს რომ ვიცოდით. იგივე ბედი გველის თუ არა ჩვენ ბატონებო ეს კითხვა უნდა დავსვა. ჩვენ ინდივიდუალურად თქვენ კი არ მოგმართავთ რამოდენიმე პოლიტიკოს, მოკლედ ბევრს ან საკმაო რაოდენობის მოქალაქეს, ვინც ივანიშვილის რეჟიმის და პერსონალურად ივანიშვილის წინააღმდეგია, მე გეტყვით რომ იგივე ბედი ბევრს მსგავსი ხვედრი ელის მეთქი. მაგრამ ეს არამც არ უნდა იყოს იმის საფუძველი რომ თუ ჩვენ ვემონოთ ამათ, აი კობახიზემ თქვა რომ გცანითო აღიარეთ საქართველოს პარლამენტის კანონიერება და არჩევნების კანონიერება 26 ოქტომბრისაო და შესაბამისად არც არაფერი დაგემუქრებათო ოღონდ კობახიძეს ვერ გაუგია და ვერც გაიგებს რომ არავინ არ აპირებს აღიარებას ორი კაცი შეიძლება გატეხო ხუთიც შეიძლება გატეხო და მე არც და არავის არ დავძრახავ მაგრამ არავინ ესე კონცეპტუალურად რაოდენობრივად თუ გებავთ ასე ვიტყვი უმრავლესობა პროტესტანტებისა და მათი მოწინააღმდეგეებისა და საბოლოო ჯამში არც არავინ ესე მთელი ქართული საზოგადოება არ აპირებს აღიარებას და შესაბამისად შეგუებას მათთან დიახ აღიარება სადაც შეგუება შორის ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ და ტოლობის და აღიარება და შეგუება ნიშნავს საკუთარ თავთან კომპრომისზე წასვლას. კვლავ მეორე ორი კაცი შეიძლება გატეხონ, ხუთიც შეიძლება გატეხონ, მაგრამ საზოგადოებას როგორც მთლიან ორგანიზმს ვერ გატეხენ საზოგადოებას შემდგარს ინდივიდებისაგან. აი ეს აცოფებს უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს ამას კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ვერ გატეხა რომ ურტყავენ ადამიანები თავს კედელს და არ არიან გამო გოგა ხაინდრავებულები, გოგა ხაინდრავა ევასება, გოგა ხაინდრავა რომელიც უნდა გამოყვებოს, ვასიკო მაღლაფერიძე შალვა რამიშვილი, ვიღაც ტიპები რომლებიც ესეც არის ხო, რომლებიც ფულსაც ღაფავენ განა არა მისგან, მაგრამ მზად არის ბიზინა რომ მისცეს და შესწენოს ფული ოღონდაც კი ისინი ემსახურონ მას და აქონდა ადიდონ ოღონდ გოგა ხაინდრავა ტეხავს არა მხოლოდ ისტორიისთვის ტეხავს არამედ თანამედროვე ამბავშიც ტეხავს როცა ხარ გვარსახელით გოგა ხაინდრავა კი არა გოგა ხაინდრავა ერთია გვარსახელით და როცა ხარ გამო გოგა ხაინდრავებული ანუ ასეთი შებოჭილი და ასეთი აგენტი არა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილისა თუმცა აკაცდოლობის ნიშანი არამედ ფსბ-ი ანუ რუსეთის მსახური თურმე რამდენი ხანია ამ სიტყვა მე გამახსენა კი არა მიმიყვანა აზრამდე რომელიც ახლა უნდა ჩამოვაყალიბო
და ეს არის 90-იანი წლებიდან, ამდენი ხანია გასული 30-ზე მეტი, ხო? 35 თქვა 1990-დან ილუსტრაციის კანონის აუცილებლობა ჩვენ სულ ლაპარაკობდით რომ ილუსტრაცია კარგია, ხო შუს არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც რომ ილუსტრაციას შეეძლო, ანუ სწორი არ ჩავატარებდი, ილუსტრაციას უარყოფითი შედეგებიც მოჰყვებოდა. ეს მოსაზრება პროფესიონალებს ეკუთვნით და მათთან ჭიდილი კი საინტერესოა, რასაკვირველია ჰუმანიტარული პოზიციებიდან გამომდინარე და კონცეპტუალური ჭიდილი და ასე შემდეგ, თუმცა მათაც აქვს თავიანთი არგუმენტები, სამართლე აფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, მაგრამ ამბავი ახლა სხვა რამეა, ახლა აღარც აქვს მნიშვნელობა გამოაშკარავებას იმისა, ვინ არის, ვინ იყო აგენტი გასული საუკუნის 70-იან, 60-იან, 50-იან წლებში, 30-იან წლებში ვინ ჩაუშვა, ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია ბუნებრივი ილუსტრაციის პროცესი მოხდა აქ ამ ქვეყანაში და ყველა ვინც აღმოჩნდა ბიზინა ივანიშვილის ნავში ანუ რუსეთის ნავში ის ლუსტრირებულია და ახლა რომ გამოუწერეს განაჩენად მოკა ხაზარაძის ასე მაგალითად რაღაც 2 წელი ვერ დაიკავებ რაღაც სახელმწიფო სამსახურს ხადია მოკა ხაზარაძეს თუ არ ნახეთ ეს საინტერესოა მერადაც კი ვერ იყარი კენჭსო ესეთი განაჩენია ხო რომ გაიმარჯო ვერ გახდებიო ხო ესეთი ამბავია მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი ეგეც საინტერესო რაკურსია მაგრამ მნიშვნელოვანი არ არის აქ ლაპარაკი არის რომ ყველა ლუსტრირდა ვინც ივანიშვილის მხარეს არის ყველა ჟურნალისტი არა ჟურნალისტი ექსპერტი არას ექსპერტი ფსევდო ექსპერტი ნამდვილი ექსპერტი და ასე შემდეგ მე ზოგიერთ მათგანს გულახდილად გეტყვით ჩემი წინა ცხოვრებიდან მეთქი ვიცნობ ხელით ჩამომირთმევია მისაუბრია და ასე შემდეგ ნორმალური შტაბ-ჭრებას არც მაშინ ტოვებდნენ გულახდილად გეტყვით უმრავლესობა მაგრამ ვინც ტოვებდა ხო ტოვებდა ხო და ესენიც ლუსტრირდნენ და რაოდენი სამწუხაროა რომ ამ ლუსტრირებულთა შორის არიან ისინიც ვისაც მარტო ხელს კი არ ართმევდი არამედ ჩიკაგვიდოსაც სწევდი ხოლმე არც თუ იშვიათად ეს სამწუხაროა თუმცა მე პერსონალურად ამგვარები არ ამყავს ვისთანაც ჩიკას სწევდი მე და ისინი იმ ბანაკში არიან ანუ ბიზნეს ბანაკში ხო ეს სამწუხარო ამბავია და ჩემთვის გულმოსაკლავი მაგრამ ისინი მაინც საჯარო პირები არ არიან აი საჯარო პირები ვინც არიან ექსპერტები ასე მაგალითად და ასე შემდეგ მათთან უმრავლესობასთან მე ურთიერთობა კი ესეთ საქმიანი ურთიერთობა კი არ მქონია საქმიანი კი არა ესეთი პერსონალური ურთიერთობა ზღვინის აწევის ჭიქის აწევის დონეზე. მოკლედ ეს ილუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან საინტერესო კითხვა რომელზეც პასუხი მე არ მაქვს რას ვუშვებით მაშინ როდესაც ბიზნესი დასრულდება მაშინ ამ საზოგადოებას ბიზნესი დასრულდა ამგვარ ტიპებს როგორც ისინი ძალიან ბევრი არიან აი მე არ ვიცი მარგინალიზაცია აუცილებელი ალბათ კი მაგრამ როგორ შიმშილით ხო ვერ ამოხდის სულს ხო გააჩნია მეორე მხრივ ვინ ვის როგორ და გააჩნია ვინ იყო უშუალოდ ფსბ-ს ლაღალი მტკიცებულებებით რასაკვირველია ფსბ-ს და ბიზნეს დავალებების უსიტყვო შემსრულებელი სიტყვიერი შემსრულებელი მოკლედ სიტყვით თუ უსიტყვოდ შემსრულებელი ახლა ეს ნაწილი აღმოვწუროთ და ვთქვათ ერთი რამ მეგობრებო რეპრესიები ყველას შეგვეხება ამისთვის მზად უნდა ვიყოთ მაგრამ ამავდროულად იმისთვისაც უნდა იყოს ბიზნა თავად მზად რომ არა მარტო დანარცხდება არამედ დამარცხდება ბრახ და დაახეთქებს იმ მოკლედ ხვირს რომელიც აქვს იატაკზე ესეც უნდა ვთქვათ დაახეთქებს იმიტომ რომ წარმოუდგენელია აქ ანტიამერიკული სახელმწიფოს შექმნა ანტიქართული ტოლობის ნიშანი ანტიამერიკული ანტიქართული ტოლობის ნიშანი ანტიდასავლური სახელმწიფოს შექმნა ხო არ შევეგუებთ თუმცა ძალიან ბევრი სამუშაო რო გვაქვს და დასამარცხებელი რო გვყავს და არც თუ შორეულ მომავალში რომ დამარცხდება ეს ბიზნესი როდემდე უნდა გაწელოს მართლა ეს პროცესი დაფიქრდით ამაზეც ხო როდემდე და რამდენი უნდა იჭროს ესეც ფაქტია ბიზნესი დამარცხდება მოემზადეთ ბიზნეს დამარცხებისათვის და კი გუნძიმენი ხართ იმის გამო რომ 1-2 პოლიტიკოსი 5 პოლიტიკოსი უკვე დაჭერილია კიდე 5-იც მიყვება და 50-იც მაგრამ რომელიღაც ეტაპზე ბიზნესი ივანიშვილი იზოლებული იქნება რომ უკან კი არ დაიხიოს არამედ უბრალოდ და one way ticket აიღოს და მოკურცხლოს არა ბრაზილიაში ბრაზილია გადმოსცემს მომავალ ხელისუფლებას აუცილებლად არამედ რუსეთში თუ რუსეთი საერთოდ იქნა იმ პერიოდისთვის პუტინთან მეთქი ამის თქმა მინდა როგორც ისიც არ იქნება მის მიმართ ელმობიერი პარემხა დავუანონსებდა ეს იცის და ეს დამატებით აფსიხ აგიჟებს ბიზნეს ნახვამდის